მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. როგორც მოსაოდნელი იყო წინა ტურში გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო ბურთის გატანა ბუდუზიუზივაძეს დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა და 31 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა. 26 ტურამდე ბოლო პოზიციაზე მყოფმა აიდენჰამმა ბოლოს წინა ადგილოსან კილს შეიძლება ითქვას, რომ 6 ქულიანი მატჩი აჯობა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. პირველ ნახევარში თანაბარი მატჩი მიდიოდა, თუმცა მეუხედავად ამისა მასპინძელმა დაწინაურება მაინც შეძლეს. ფრანკ რათისიგის ჩაწოდების შემდეგ თავდასხმაში ზიუზივაძის პარტნიორ მარვინმა მშვენიერი თაური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ნახევრის დასაწყისში კი თავად ქართველი ფორვარდი მოგოლინა გმირად. უმაღლესი საშემოსრულებლო ოსტატობა გამოიჩინა და გაზომილი დარტყმით აიღო კილისკარი, რითაც გამარჯვებული შესახებ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნა. მართალია 87 წუთზე ბილჰარესმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ჰაინდერჰამელებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს და მეტიც გააკეთეს. გატანილი ბურთის გარდა ბუდუზიუზივაძემ საჯის მიერ კომპენსირებულ დროში ცვლილებაზე 3 წუთის გამოსულ სირლორდ კოტენჰენს იდეალური პასი მიაწოდა და საკუთარ აქტივში ასისტიც ჩაიწერა. როგორც უკვე მოგახსენეთ, 26 ტურში დაგროვებული 19 გულით აიდენჰამი ბოლოს წინა ადგილზეა. მომდევნო მატჩში ბუდუ და მისი თანაგუნდელები სანაკრებო პაუზის შემდეგ 29 მარტს სტუმრად ვოლფურგთან გამართავენ. ლა ლიგის 31 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე სტუმრად უესკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. თამაშის მიწურულს საჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ქოჩორაშვილმა თანაგუნდელ ფორეს გაატანინა და საგოლე გადასემა მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ლევანტეს მაისურით 24 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადასემა. ამ გამარჯვებით ლევანტემ სატურნირო ცხრილში 56 გოლა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილოსან რასინ საინტერსაც, რომელიც ლევანტეს ბურთების შეფარდობის გამო ჩამორჩება. მომდევნო ტურში ქოჩორაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე კასტელონს დაუპირისპირდება. მატჩი 23 მარტს გაიმართება, თუმცა გიორგი ქოჩორაშვილის შეხვედრას სანაკრებო პაუზის გამო გამოტოვებს. ლიგა 1-ის 26 ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონის საკუთარ მოედანზე ლეაფს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4-2 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძეს სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 77 წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1-2-ს მარცხდებოდა და ამ დროს 3 გოლიან ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად ლიონმა ქართველის შემტევის დიდი დამსახურებით მოიგო. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 1 წუთში მიქაუტაძემ ასისტი შეასრულა და ფოფანას გაატანინა, რითაც ლიონმა ანგარიში გაათანაბრა. 82 წუთზე კი ეფექტური დარტყმით ლიავრის კარი თავადაც აიღო და ლიონი 3-2 დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს კი კიდევ ერთი საგოლე გადასემა შეასრულა და ამჯერად ალმადას მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა მატჩი შეაფასა და საკუთარ თამაშზეც ისაუბრა. ჩემი გოლი კუთხურს მოყვა, რომელიც ძალიან მომეწონა. ბურთი ცოტათი უკან მომივიდა, თუმცა შანსი კარგად გამოვიყენე და გოლი გავიტანე. დიახ, ეს გოლი თავდაჯერების შედეგია. ძალიან მონდომებული ვარ და მოედანზე 100% ვსებ. არის თუ არა საუკეთესო გოლი ლიონში? რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე. ყველა გოლს თავისი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაში აუცილებელი იყო რომ მოგვეგო. ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგი შედეგები ჰქონდა და მოგება ძალიან გვინდოდა. რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც ავიღეთ. ჯერჯერობით ეს ლიონში ჩემი საუკეთესო თამაში იყო. ჩემთვის კარგი კვირა, მაგრამ გუნდისთვის ძალიან კარგია. ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში გავედით. დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ამ გზის გაგრძელებას ვაპირებთ. ვაპირებთ თუ არა PSG მარსელის მატჩის ყურებას? რა თქმა უნდა, დიახ. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ თამაშსაც უყურებს. გარდა ფეხბურთელებისა, მიქაუტაძე ფრანგულმა მედიებმაც აქტიურად შეაფასეს. აუთფერსი. გიორგი მიქაუტაძემ პაულო ფონესკას ამ ერთ კვირაში ხმაურიანად მიანიშნა, რომ ლიონის ძირითადი და ნომერ პირველი ფორვარდი ის არის. ლეავთან ცვლილებაზე შემოსულმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთლიანობაში კი ბოლო 4 დღეში გამართულ 2 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.
მაქს ფუტი შევიდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლიონი ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ევროპა ლიგაზე კი ოქროს მედლების მოგებას აპირებს. ვისი დამსახურებაა ეს უპირველეს ყოვლისა? ალბათ ყველაზე მეტად გიორგი მიქაუტაძის, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალე და შეუდარებელია. Lion Foot. თუ ამ შეხვედრაში ტიაგო ალმა და ლიონის შეტევების დირიჟორი გახდათ, მაშინ გიორგი მიქაუტაძე მეფე იყო. სწორედ მან გაატანია ტიაგოს ამ სეზონში თავისი მესამე გოლი და არც საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყებია. ჯორჯი უბრალოდ ფენომენალურ ფორმაშია და ასეთივე შედეგიანობას აჩვენებს. ლექვეიპე. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე ამჯერადაც დაფრინავდა. შესაძლოა ამას დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ ის მოედანზე ყველაზე ნაკლებად გადაღლილი ჩანდა. ენერგიული მოძრაობებით ლიაურის მცველებს თავისი გუნდისთვის არა მხოლოდ 3 ქულის, არამედ ქულის მოპოვების შანსიც კი არ დაუტოვა. უახლოეს დღეებში გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და სომხებთან მატჩისთვის დაიწყებს სადებას, რომელთა მთავარ მწვრთნელადაც ჟორჟისთვის არც თუ კარგი ნაცნობი ჯონ ვანცხიპი დაინიშნა. ნიდერლანდელი სპეციალისტი აიაქსში მუშაობისას გიორგის თავის გამოჩენის საშუალებას იშვიათად აძლევდა, რის გამოც მიქაუტაძეს მის გაწვრთნილ სომხების წინააღმდეგ კიდევ დამატებითი და განსაკუთრებული мотиваცია ექნება. იმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ლიონის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მე-7 გოლი გაიტანა. ამასთან მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა. 26 ტურის შემდეგ ლიონს სატურნირო ცხრილში 45 გოლა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ 28 მარტს სტუმრად სტრასბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 26 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის საკუთარ მოედანზე მეორე ადგილოსან მარსელს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად ჩემპიონობაც გაინაღდა. პარიზულმა გუნდმა მარსელთან ქულთა სხვაობა 9-მდე გაზარდა და დარჩენილ ტურებში რთულად წარმოსადგენია, რომ პარიზელებმა ეს უპირატესობა გაანიავონ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ქონია, თუმცა მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელი იყო. კვარაცხელიამ პირველი გოლის ეპის ხვიჩამ გაუკეთა. 42 წუთზე ნუნუ მენდეშმა სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა და პარიზულმა გუნდმა პირველი ნახევარი 2-0 მოიგო. მეორე ტაიმში 51 წუთზე გულის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში კი 76 წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ლიროლამ ავტოგოლი გაიტანა და შედეგად PSG-მ 3-1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 42 შეხება, 25-დან 23 ზუსტი პასი, აქედან 1 საკვანძო, საშუალოდ 0.11 შექმნილი საგოლე მომენტი, 11 პოზიციური დუელიდან 4 მოიგო, 3 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა. ნეტოკის ბურთი ორჯერ აართვა. სოფასკორმა იგი 6.7 შეფასებით დააჯილდოა. მატჩის დასრულების შემდეგ PSG-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ შეხვედრა შეაფასა და ხვიჩაზე ისაუბრა. რთული მატჩი იყო. ლე კლასიკე. ფეხბურთელებისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული თამაშია. დაძაბულობა იყო. იყო და ამას გრძნობდით. გუნდში კიდევ ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო იყო, რომელიც ლივერპულთან მატჩის შემდგომ გამოყვა. ჩოუდონოზე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. დღეს ორმა ისეთმა გუნდმა ითამაშა, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე კარგ დონეს აჩვენებს. მარსელი ამიტომაც არის მეორე ადგილზე. გრძნობდი, რომ ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის დონეზე იდგა, ისე როგორც ლივერპულთან იყო. მეორე ეპიზოდში უფრო უკეთ გმართებდა მოქმედება, მაგრამ ამჯერად ეს წარმოუდგენელი სტადიონი დაგვეხმარა ყველაფერში. საოცარი კვირა გქონდა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში გავედით. ახლა კი ლიგა 1-ის ტიტული თითქმის ხელებში გვიჭირავს. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ვაგრძელებთ და ასევე საფრანგეთის თასის ნახევარფინალშიც ვართ. თანაც ეს ყველაფერი ასეთი ახალგაზრდა გუნდით შევქმნით. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კიდევ შეუძლიათ განვითარება. ყოველი გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ხდებით და მნიშვნელოვანი თამაშისთვის კარგად ვემზადებით. გარდა ენრიკეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვაგვარად შეაფასა. ფუტომერკატო 6 ქუა. პარიზელთა შემტევი სამეულიდან ყველაზე ნაკლებად ანათებდა, მაგრამ ყოფილმა ნეაპოლელმა საქმეს თავი მაინც ღირსეულად გაართვა. დემბელეს გოლი სწორედ მის ჭკვიანურ მოქმედებას მოჰყვა, როდესაც ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო და ესპანელმა საგოლე გადაცემა მიითვალა. თამაშის მიმდინარეობისას რეალური მომენტი არ ქონია და ძირითადად პირველი 45 წუთის განმავლობაში ბრწყინავდა. სოფუტი 6 ქუა. დრიბლინგის სიმფონია ძალიან ხდება. მაქს ფუტი 6.5 ქუა. ქართველი ახალ გუნდში თავს დღითი დღე უფრო კომფორტულად გრძნობს და დღეს თავისი ტექნიკური თვისებები კიდევ ერთხელ აჩვენა. ყოველი ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილად იყო ათვისებული. პარიზელთა პირველ გოლზე მან გავლენა მოახდინა, როდესაც რუის ბურთი თავით გადასცა. ფარის ფანი
5.5 გოლა. ტექნიკურად სრულყოფილი იყო და თამაშიდან სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ველით რომ მომავალ მატჩებში კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაში მან პირველივე მოქმედებაში დააზარალა მარსელი. მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიგან PSV-ს მაითურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა. თადასთავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამ გამარჯვებით PSV-მ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 48 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან მარსელს, რომელსაც 49 ქულა აქვს, 19 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს სტუმრად ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენთან გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენის სტუმრად მონპელიეს დაუპირისპირდა და 58 წუთისთვის 2-0 ამარცხებდა, თუმცა სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეხვედრა შეწყდა და გარკვეული დროით გადაიდო. ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის მეორე გოლში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 53 წუთზე დავითაშვილმა თანაგუნდელ პირველი ტაიმის მიწურულს ბერნუე გაუგდეს, თუმცა ამის მიუხედავად სენტ-ეტიენმა მაინც შეძლო მეორე გოლის გატანა, რასაც მონპელიეს ფანების მხრიდან საყვარელი გუნდის მისამართით დიდი უკმაყოფილება მოყვა. გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პედატრები დაანთეს და ხანძარი გააჩინეს, რის გამოც მთავარ მსაჯს შეხვედრის შეწყვეტა უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გამო მოუწია. შედეგად შეხვედრა შეწყდა და გარკვეული დროით გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია როდის განახდება ან როდის გაიმართება დღევანდელი შეხვედრის დარჩენილი დრო. ავსტრიის ბუნდესლიგის 22 ტურში 10 კაციანმა გრაცის შტურმა შინ ლასკის 4-2 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ბუნდესლიგა შტურმი და ვენის აუსტრია 46-46 ქულით ლიდერობენ. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა. 50 წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში 2-0 გახადა. პენალტი გრაციელთა 10-იანმა თავად გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ოთოს წინააღმდეგ თამაშის წესი ბაიერნის ყოფილმა მცველმა 26 წლის ბოატენგმა დაარღვია. კიტეიშვილმა, რომელსაც ტრანსფერმარკეტი 5 მილიონ ევრო დაფასებს, მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 23 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე 1 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ლილთან შეაგდო. ასე რომ ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელის აქტივში უკვე 10 გოლია და სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშიას არყოფნაში სომხეთთან გასვლით მატჩში ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ამ თემაზე ვილის ანიოლმა ისაუბრა. სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია. ჯერ ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ C-ლიგის გუნდი ვართ. კაპიტანი კიტეიშვილი იქნება. მან ეს როლი კარგად იცის. კაშია თბილისურ შეხვედრაში კვლავ კაპიტანი იქნება. კიდე გუნდის ხერხემალია. შტურმშის გუნდის კაპიტანია და კარგად იცის თუ რამდენად დიდი პასუხისგებლობაა კაპიტნობა. მეგობრებო, დღეისათვის სულაც იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.